თბილისის ვისკის ფესტივალი აჭარაში ინაცვლებს და აგვისტოს ხელდღეებში ღონისძიება ბათუმის სანაპიროზე გადაინაცვლებს და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება, რომელიც არა მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნებას, არამედ კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობაზე იქნება ორიენტირებული, რა ნიშნით აირჩიეს მათ აჭარა და არა ელიტ ღონისძიების სტუმრებს ვისკი დეისის დამფუძნებელთან ვლადიმერ თიბილაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის თბილისის შემდგომ უკვე აჭარა. გასაგებია, რომ ზაფხულის ხელსეზონზე საზღვაო კურორტები და განსაკუთრებით ბათუმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მხოლოდ მივესალმები, რომ დავშტიქვი აჭარაში რეგიონშიც ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტეთ ამ ფესტივალის ჩატარება. როდის იმართება? ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და რა ელოდებათ ყველას, ვინც ამ ფესტივალზე მოვა. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ბიზნეს პარტნიორს მოწვევისთვის, ფესტივალის მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება ჩვენს ფესტივალს, საზაფხულო ფესტივალი დავარქვათ, გადავწყვიტეთ აჭარაში, ბათუმში გამართული იყო. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ტურისტი ამ ეტაპზე არის აჭარაში და ესე შევარჩიეთ ჩვენ ბათუმი. გაიმართება ფესტივალი 23 აგვისტოს შერატონში. იქნება ერთდღიანი, მხოლოდ ერთი დღით და დაახლოებით 30 სტენდი გვექნება წარმოდგენილი სხვა. რა სახით იქნება? დავუშვათ, ბოლო თბილისში უკვე ძალიან მასშტაბური სახე მიიღო, ხო? ძალიან ცნობილი ბრენდების პროდუქცია იყო წარმოდგენილი, თვითონ მასშტაბურადაც უფრო დიდი იყო ვიდრე პირველი ფესტივალი. ამიტომ საინტერესოა, როგორი იქნება ამ შემთხვევაში ბათუმში და აჭარაში გამართული ეს ფესტივალი. თბილისიდან განსხვავებით, ბათუმში დაგვემატება ვორქშოპები, ბრენდ ამბასადორები და ბარმენები თვითონ სტუმრებს შეასწავლიან კოქტეილის რეცეპტებს და მომზადების ტექნიკას. ამას აითვისებს უკვე სტუმარი და შემდეგ სახლში გააკეთებენ, თვითონ მოიმზადებენ ხოლმე კოქტეილებს. გარდა ამისა, გაიხსნება ფესტივალი ქართული ქორეოგრაფიული ნომრებით, რომელიც განსაკუთრებით ხაზს გაუსვავს აჭარას და მის კულტურას. დავუშვათ, მონაწილეობა როგორ შეუვლიათ ადამიანებს, რომ ყველასთვის იქნება თუ რაღაც კონკრეტულად ბილეთ შეძენა მოუწევთ? ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, იყიდება ონლაინ ტიკეტჯიზე. საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვა. ცნობადობა გაზრდილია ფესტივალის და რა თქმა უნდა მოთხოვნაც გაზრდილია. თბილისის მაგალითზე რომ იმშელოთ, დავუშვათ, უცხოელი ტურისტები რამდენად აქტიურად მოვიდნენ ამ ფესტივალზე და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ერთგვარად ეს ფესტივალი ტურისტების მოსდვის საგანიც იქნება და ეს არ იქნება მხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნესის და მიმართულების განვითარების საფუძველი, იმიტომ რომ ტურისტულადაც გარკვეულწილად თუ ამას ტრადიციული სახე მიეცემა ერთგვარი საშუალება, რომ აი საქართველოში დიახ ამ ტიპის ფესტივალი ტარდება და ის ძალიან პოპულარულია და მაქსიმალურად ბევრ ცნობილ ბრენდს იზიდავს. ფესტივალის დაარსების დღიდან ყოველთვის ვამბობდით ერთ რაღაც, ჩვენი მიზანი იყო საქართველო ყოფილიყო ვისკის რუკაზე ერთ-ერთი წერტილი. დღეს უკვე მრავალ კალენდარში ვისკის კალენდარში თბილისი მონიშნულია მაისის ფესტივალი, როგორც ერთ-ერთი ვისკის საერთაშორისო დღე და ზეიმი ჩვენი ფესტივალი. ასევე იქნება სავარაუდოდ ბათუმიც დაემატება კიდევ ერთი აგვისტოს ფესტივალი, რომელიც უკვე ყოველწლიურად გაიმართება ხოლმე ბათუმში. საკმაოდ რაოდენობა ყავდა თბილისში სტუმრების, ჩვენ სოციალური ქსელებით მაინც ვახდენთ ამის მონიტორინგს. ძალიან დიდია ჩართულობა მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სომხეთიდან, თურქეთიდან და ასევე ყაზახეთიდან. ამას ხედავთ ჩვენ სოციალურ ქსელებში. მაყურებლისთვის უფრო გასაგები ხობს ეს ვისკის კალენდარი, რა ქალაქებს და ქვეყნებს მოიცავს, რომ მივხვდეთ, რომ რეალურად ჩვენ ამ რუკაზე თავის დამკვიდრებას ვუყურებთ. მაქსიმალურად ყველაზე დიდი ფესტივალების რაოდენობა, რა თქმა უნდა, არის დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, მაგრამ აგრეთვე არის სხვა ცნობილი დიდი ფესტივალები, როგორიცაა მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, პარიზის, ასევე ავსტრიაში გრაცის გრაცის ფესტივალი. ჩვენ ძალიან გვეხმარება ჩვენ ფესტივალის ორგანიზებაში აჭარის ტურიზმის და კურორტების განვითარების დეპარტამენტი და ბათუმის მერია, რომელიც გვიდგას მხარში ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის და საკმაოდ ჩვენი მოლოდინები ისეა, რომ მოვიზიდავთ ძალიან ბევრ ტურისტს, რომელიც იქნება აჭარაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ ეს სექტორი
რეალურად საქართველოში განვითარების რა ეტაპზეა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, რომ მეღვინეობის კუთხით განსაკუთრებულად განსტრაცია გვაქვს და ჩვენი 8000 წლოვანი ისტორია და თანამედროვეობაც გვაძლევს აი ამ სიამაყის აფუძველს. თქვენ სფეროში რა ხდება და რამდენად იქცა ეს მიმართულება რეალურ ბიზნესად? თუ ეს ჯერ მაინც უფრო სამოყვარულო დონეზეა და თქვენთვის ეს მაინც უფრო ერთგვარი ჰობის საშუალება ვიდრე რეალურად ბიზნესის. ამას რეალურად გცნობენ იმპორტიორი კომპანიები და რა თქმა უნდა იზრდება ვისკის მოხმარება. ამასთანავე ჩვენი ფესტივალი არა მხოლოდ ვისკის ფესტივალი, არამედ მაღალ ალკოჰოლური სასმელების ფესტივალია. აბრევიატურაც ესეა, ჯინი, რომი, ბრენდი და სხვა და ასევე გვაქვს სურპრიზი, წელს ბათუმში ემატება პრემიუმ ხარისხის ღვინოები. ეს რა თქმა უნდა ქართული ღვინოები ემატება ამ ეტაპზე, როგორიცაა მაგალითად უსახელაური და უკვე ჩვენი მცირე მარნებისთვისაც ძალიან საინტერესო ხდება ჩვენი ფესტივალი. თვითონ ბიზნეს აქტიურობა როგორია და რამდენად აქვთ ინტერესი რომ ამ ტიპის ფესტივალებში მიიღონ აქტიურად მონაწილეობა? მთავარი მოთამაშეები ვინც არიან ქართულ ბაზარზე, იმპორტიორი კომპანიები, უცხოური სასმელების, ყველა დაინტერესებულია და პირველივე გამოცხადების დღიდან ყოველთვის უნდა ჩვენ ფესტივალზე მონაწილეობა. ჯერჯერობით რაც არის, მაინც ბოლომდე ყველას ვერ მოვაყოფილებთ ხოლმე, ისევ და ისევ. და დიდია მოთხოვნა? მოთხოვნაა დიდი და ის პარტი სადაც ვირჩევთ და ვაკეთებთ, მე უკვე ვეღარ ვეტევით ხოლმე ესე რომ. კი ბატონო, ისე 23 აგვისტო, ყველას ვინც აჭარაში ამ დღეს შეუძლია რომ მოვიდეს, შეიძინოს ოღონდ მანამდე ბილეთი და ისიამოვნოს ამ ფესტივალზე დასწრებით, იმიტომ რომ თბილისში ჩატარებული ფესტივალები, ვინც კი იყო ჩემ გარშემო, ყველა ძალიან გვაყოფილი იყო აი ამ ფესტივალში მონაწილეობით. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და უკვე გელოდებით ახალ სეზონზე.